მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაშემიცნებისკენ, რომელიც წარმოგიდგენთ კლინიკა ჰარმონია და ეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან აქ სტუმრებთან ერთად გთავაზობთ თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ფიზიკური, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გზას. წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმრებს, ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი, ექიმი, აღდგენითი თერაპიის ექსპერტი, ბატონი კახაბერ ჭიღლაძე, მკვლევარი და ბატონი გიორგი აფრიამაშვილი, ექიმი, ოსტეოპათი, რეფლექსოთერაპევტი, კავკასიური იოგას ექსპერტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ასეთი სასარგებლო საქმისთვის. დღეს ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო საკითხზე საუბარს, ეს არის ისევ და ისევ კავკასიური იოგა. და კავკასიური იოგის ნაწილზე, რომელიც ეძღვნებოდა სუნთქვით პრაქტიკებს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბატონ გიორგისთან და დღეს უნდა შევეხოთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მიმართულებას, თუმცა მანამდე ბატონო კახა, თქვენ მინდა გკითხოთ, თქვენთან როგორ მოვიდა ეს ინფორმაცია კავკასიური იოგასთან დაკავშირებით და როგორ გაგიჩნდათ ის ინტერესი, რომ ამდენი დრო დაგეთმოთ ამ ტექსტისთვის და გეთარგმნათ და ქართველი მკითხველისთვის მიგეწოდებინათ ეს ინფორმაცია. მადლობა ისევ და ისევ მოწვევისთვის, ამ კარგ საქმეს დაგილოცავთ, რასაც აკეთებთ ეს ცენტრი, ქალბატონი ნუნუ, გიორგი თქვენ, რომ აი ეს მიჩქმალული და დაფარული თემა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად. ჩემი წიგნის თარგმნაც ამას ემსახურებოდა, რომ ქართველებს საქართველოში აღედგინათ ის ცოდნა, რაც იყო აქ და რაც ჩვენი იყო. ამ თემას წავაწყდი, მე გახლავართ კავკასიური იბერიული ცივილიზაციის მკვლევარი. მოვიარე ევროპა, ხმელთაშუაზღვისპირეთი, კონკრეტულად ის ადგილები, სადაც იბერები ცხოვრობენ და სადაც იბერიული ცივილიზაცია არის განვითარებული. ეს არის მთელი პელოპონესის საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და იქ უკვე ჩვეულებრივად ყარა დგას ის აზრი და ამაზე არავინ არ კამათობს, რომ იბერიულ ცივილიზაციაზე დაშენდა შემდეგ ინდოევროპოს რომ ეძახიან ახლა. და ძალიან ბევრი მკვლევარი იკვლევს ამ იბერიულ ცივილიზაციას. მით უმეტეს ნაპოვნია იბერიული წარწერები, კალის ფირფიტები ისე ქვებზე, იბერიული ანბანით დაწერილი ტექსტები. და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ბოლო აღმოჩენას, რომ ბასკური ენით გაიშიფრა ეს იბერიული წარწერა, იქ პირდაპირ ბასკურად ეწერა წინადადება სიტყვა ერთ-ერთ ფირფიტაზე. ეს იყო რაღაც ხელის ანაბეჭდი და იბერიული ანბანით დაწერილი. ამას ყველაფერს იმიტომ ამბობ, რომ ეს არის ერთიანი დიდი ცივილიზაცია, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს რაღაც ჩაკეტილი კავკასიაში სადღაც რომელიღაც გამოქვაბულში აღმოცენდა ეს ცოდნა და იმის იქით არ ყოფილა და რაღაც. არა, ეს იყო ძალიან დიდი ცივილიზაცია, დიდი კულტურის ნაწილი. ეს ის ხალხია და მათ შორის შუმერებიც, იმიტომ რომ სანგიგები და სვანები ეს თითქმის ერთი და იგივეა თავის ენობრივი თუ ნებისმიერი ასპექტით. ეს იყო ძალიან დიდი ცივილიზაციის მქონე კულტურა. ყვარარაქსიდან მოყოლებული და შემდეგ გავრცელებული მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ამიტომ არანაირი გასაკვირი არ არის ის, რომ ასეთ ცოდნას ფლობდა ჩვენი წინაპარი. და როცა ვიკვლევდი ამ ენებს, ამ კულტურას, იქაურ ტოპონიმიკას და ასე შემდეგ, აი მაშინ ჩემდა საბედნიეროდ წავაწყდი კავკასიური იოგა. გამიკვირდა რა თქმა უნდა, ხა იოგა როგორც ყველას ჩვენ ხო ალბათ ესე იყო, რომ გვეგონა რაღაც იქიდან, აღმოსავლეთიდან და ასე შემდეგ. სიტყვასაც რო ჩაუკვირდე იოგა და ბასკეტში ვიყავი ამ დროს და აი ეს სიტყვაც იოგა ძალიან გავს უღელს. ბასკურად უღელი არის იოგელ. ასე გამოითქმის. და აშკარა იყო რომ შეერთებასთან არის კავშირში და შემდეგ ეტიმოლოგიაც რო გავარკვიე, თურმე სანსკრიტზე იოგა ნიშნავს შეერთებას, გაერთიანებას და უღელიც იგივეა, ასე რომ ეს ძველი ცივილიზაცია ევროპამდელი და ასე შემდეგ ეს რაც იყო იბერიულ კავკასიურ ცივილიზაციაზე აგებული. მთელ მსოფლიოში იყო ეს გავრცელებული. ინდოეთიდან, ეგვიპტე, გინდაც და მთელი ეს ევროპა. ასე რომ ეს ცოდნა არის დიდი დროის და ეს არ არის რაღაც ბოლო დროს სადღაც ნაპოვნი, არა. ამიტომ ეს ჩვენი ვალევს კი როგორც ჩანს რომ იყო ამით გაწვრთნილი ამ თემაში იოგაში ძალიან დახელოვნებული და ტიბეტში ლამებს ალბათ რომ სთხოვა რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა დაასვლა, მათ გამოუშვეს კავკასიაში.
ეხლა აქ ის არის მთავარი, რომ არ გაუშვეს არც ესპანეთში, არც საბერძნეთში, არც კავკასიაში. ესე იგი, როგორც ჩანს, ისევ და ისევ საქართველოშია შემონახული ის ძირი ამ ცოდნის, რასაც კი წარმოადგენს ეს პატარა წიგნი, მაგრამ ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემი. და რა თქმა უნდა, შემდეგ რომ მოვიძიე და არ იყო ქართულად, იყო რუსულად და ინგლისურად, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქართველებს უნდა ვცოდნონ და ის, რაც საქართველოდან წავიდა. ეს შემდეგ ვინმეს დაინტერესებს თუ არ დაინტერესებს, მე იოგი არ გახლავართ, მე უბრალოდ ჩვეულებრივი მკვლევარი ვარ, ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოსი, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ქართველებს უნდა ცოდნოდათ ეს. ვისაც ეს სიამონება ეზიარება ამ ცოდნას, ვისაც არა და როგორც იყო, ისე იქნება აქამდე. რა თქვენ მე უკვე გქონდათ მჭიდრო ურთიერთობა ამ ტექსტთან და ამ მრავალფეროვან ცოდნასთან, ხო? როგორც უკვე თქვი, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სუნთქვით ნაწილზე. და იქ არის კიდევ პრაქტიკაში რაღაც ნივთების გამოყენებაზეც საუბარი. აი ამაზე რო უფრო მეტი გითხრათ, რასთან არის ეს დაკავშირებული? კი ბატონო, თავიდან როგორც მოგახსენეთ, მხოლოდ ერთი ინტერესი იყო, რომ უბრალოდ ქართველებს გაეგოთ ეს, მაგრამ თარგმნის დროს უფრო და უფრო მეტი დეტალი მოდიოდა და უფრო მეტ დეტალს მივაქციე ყურადღება და აი ყოველი აბზაცი ჩემთვის იყო გაკვირვება და გაუგნება, იმიტომ რომ ასე თუ ისე მოგახსენეთ რომ ვიკვლევ კავკასიური ბერული ცივილიზაციას და ქართული ანბანისა და დნმ-ის თანხმედრას ვიკვლევ, ეს არის ჩემი თემა. რომ ასომთავრული როგორც ჩავსვი დნმ-ში. ამიტომ გენეტიკასთან და ბიოლოგიასთან ახლოს ვარ და აი როცა ვკითხულობდი უჯრედის აგებულებას და ამდენი წლები რომ ჩვენი კაცობრიობა ასე ვთქვათ გვეუბნებოდა ეს უნდა წაისვა რომ კანი იყოს ასეთ კარგ მდგომარეობაში და აქ რო წერია რომ არა უჯრედმა უნდა ისუნთქოს უჯრედთან უნდა ურთიერთობდეს და მხოლოდ ეხლა 2000 წლების მერე დაიწყეს კოსმეტოლოგებმა ამაზე საუბარი რომ არა იცი ხო ეს არ შეიძლება ამოვსება უჯრედს შორის სივრცის და ეს ესე უნდა იყოს და აი ამისთანა დეტალები ანაბოლიზმი კატაბოლიზმი და ისეთი რავი ცოდნები რომ სრულიად წარმოუდგენელია რომ ეს თუნდაც 100 წლის წინ როცა ვალევსკი აქ იყო ჩამოსული თბილისში 1920-1922 წლებში 100 წელზე მეტია უკვე გასული თუნდაც მაშინ რო ცოდნოდა ვინმეს ეს იმიტომ რომ აი ტვინის ნაწილები მაგალითად ჰიპოფიზი ეპიფიზი კი იცოდნენ რომ ქონდა ადამიანს ტვინში ეს მაგრამ მხოლოდ 90-იან წლებში თქვენს მეცნიერებმა თუ რას წარმოადგენდა რისთვის იყო ეს რა ფუნქციას ასრულებდა ორგანიზმში აქ ეს ყველაფერი გვიწერია 100 წლით ადრე ასე რომ აქ უდიდეს ცოდნასთან აქვს საქმე და რა თქმა უნდა ეს ინტერესფერო იყო და როცა ესე კითხულობდი და ჩავეძიე ამ ყველაფერს დავრწმუნდი რომ ეს არის უდიდესი ცოდნა ადამიანის შექმნის აგებულების არსებობის საერთოდ თუ რატომ არის ადამიანი აქ ამ ქვეყანაზე და აქ რა თქმა უნდა ბევრი არის დოჯია მაგალითად აღწერილი ცილინდრებია აღწერილი და კიდევ სხვადასხვა ინსტრუმენტები რომელიც ეხმარება ადამიანს რომ განავითაროს თავის თავი და ერთ-ერთი და მთავარი რა თქმა უნდა ეს არის ცილინდრები რომელსაც ფარაონის ცილინდრები დაარქვა თქვენმა სტუმარმა წინანდელმა ალბათ პირობითად ხო პირობითად რადგან საიდან მოდის ხო არ ვიცით კი რა თქმა უნდა ჩვენს წიგნში ანუ ჩვენს ასოციაციად ჩვენია კავკასიური იოგაში აღწერილი ამ ცილინდრების დამზადება მოხმარების წესი და ფუნქცია თუ რისთვის არის და სულ რაღაც რავი 70-იან 80-იან წლებამდე არავინ არ იცოდა იმ ფარაონებს ეგვიპტის ფარაონებს ქვის სკულპტურებზე რა ეკავათ ხელში ეს კულტურმაც აღნიშნა და მხოლოდ ამ კავკასიური იოგას აღმოჩენის შემდეგ ამ წიგნის აღმოჩენის შემდეგ გაირკვა თუ რას ფლობდნენ ფარაონები რა ქონდათ ხელში და რა იყო ეს და ნუ აღმოჩნდა რომ ეს არის თუთიისა და სპილენძის ცილინდრები თავისებური შიგთავსით რა თქმა უნდა ესეც წერია ამ წიგნში რა უნდა ჩაიყაროს თქვა თუთიაში რა სპილენძში და რომ ეს არის შინაგანი ორგანოების ჰარმონიული მუშაობისთვის საჭირო აბალანსებს ენერგეტიკას და ნუ რა თქმა უნდა მენტალურ დონეზეც თავის საქმეს აკეთებს ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს ეხათან ვანახოთ ეს ცილინდრები გვაქვს ამის ბედნიერება რომ თან გვაქვს შეგვიძლია ხო გავხსნათ და რაზეა საუბარი და თან გავაგრძელოთ მერე დავავაგოთ პირობითად მზის და პირობითად თვალის. ეხა იქვე წერია თუ არა, ვთქვათ,
დამზადება რისგან უნდა დამზადდეს და აქვს თუ არა მნიშვნელობა რა ზომის იქნება ან რა ფორმის იქნება შეიძლება უბრალოდ ეს ორი ელემენტი ავიღოთ ხო აქ არის სპილენძი და თუთია და ესეც იმუშავებს თუ აი ამ ფორმასაც მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა უბრალოდ თუთია და უბრალოდ სპილენძი რო დავიკავთ ხესი ამ შედეგს არ მოგცემს რა თქმა უნდა ლითოთერაპია ზოგადად კარგია და ესეც ძალიან კარგად ხონდა ჩვენ წინაპრებს შესწავლილი არასოდეს არ იკეთებდნენ სხეულზე ისეთ ნივთს რომელიც არ იყო პრაქტიკისთვის და თავის პრაქტიკული გამოყენებისთვის ის ოქროც ის ვერცხლიც ის სპილენძიც რასაც კი სამკაული უბრალოდ გამოსაპრანჭად არ იყენებდა ჩვენ წინაპარი ამას ყველა კრისტალი ყველა თვალი გათვლილი იყო გარკვეული გინდა ორგანოსთვის ან ემოციური მდგომარეობისთვის რაღაცისთვის ან პრაქტიკული დანიშნულება ქონდა ასევეა ესეც პრაქტიკული დანიშნულება აქვს და რომ იმუშაოს იმ დონეზე როგორც აღწერილია ჩვენს ციკლში უნდა იყოს იმ ზომის რაც მოცემული გვაქვს და ციკლშიაც რა თქმა უნდა ზომაც მოცემულია შემადგენლობაც კი ქალბატონო ნუნუ მე ვიცი რომ არსებობს უკვე ესეთი აკადემიური ტიპის კვლევები სხვადასხვა ლაბორატორიებში სხვადასხვა ექსპერიმენტებია ჩატარებული და გარკვეულ შედეგები უпростоრად ადასტურებს აი ამ მოქმედებას ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ არა ვთქვათ თვით შეგრძნების დონეზე რომელსაც მედიცინაში პლაცებოს ეფექტსაც ვეუბნებით რომ ხო ადამიანს ეუბნები რომ ეს ამაზე გიშველის და მე თითქოს შველის ეს ასე არ არის აი ამ კვლევებზე როგორ საუბრობთ კი ბატონო, ეხლა წინა ჩართვიდან ბატონ ვლადიმერ პავლოვიჩთან მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ერთი სიკეთე ის არის, რომ ამ კაცმა შექმნა ის აბსოლუტური ფორმულის რეცეპტის დაცვით და შეძლო ამის გაკეთება და ეს არ იყო ადვილი ამბავი თურმე, როგორც თვითონ ყვებოდა და მეორე რომ აი ამ ყველა წესის დაცვის შედეგად აქვს ამ ცილინდრებს მაშინ ის ეფექტი ჩვენ ვინაიდან სამეცნიერო კუთხით გვაინტერესებს ეს და ვაკეთებთ იმას რომ ადამიანების ჯანმრთელობის ხარისხი გაუმჯობესოთ ამდენად დავინტერესდით ჩვენ კიდევ ამით ასე დაჭრელებით ამიტომ მან თქვა რომ რა თქმა უნდა ჩვენთან ანუ აი აღმოჩნდა ისე რომ ამ ადამიანს შეხვდა ეს ხელნაწერები სადაც ეწერა რომ არ არის ეს ფარაონის ცილინდრი, არამედ არის სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი. კი ბატონო. ხო? და აქედო ის ინფორმაცია თუ როგორ უნდა დამზადებული იყო ცილინდრები და მე აღმოჩნდა რომ რაც კავკასიურ იოგაში დევს, ანუ ეს არის კავკასიური იოგას ერთ-ერთი ატრიბუტიკა და კაცი დაინტერესებული იყო და ცხოვრებისეულად მოუწია პეტერბურგში წასვლა და იქ დაიწყო ამის კვლევა და გაკეთება. მაგრამ ის რომ ის მეცნიერია და მან შეძლო ამის მეცნიერულად კლინიკური ეფექტის დამტკიცება, მან კი არა მას დაეხმარა პროფესიონალები, ეს არის ჩვენთვის უდიდესი ინფორმაცია. საჭირო ინფორმაცია, თუმცა ჩვენც აქვთ ვცდილობდით, რომ გარკვეულ ეტაპებზე კახაბერს ჰქონდა ცილინდრები ჯერ, მერე გიორგიმ ჩამოიტანა ცილინდრები და გაშელამოწმეთ, რომ ჩვენი კომპიუტერული სისტემით რომ მართლაც კორექცია ხდება, მაგრამ შე რო ერთი ხარ, მაინც ეჭვი გაქვს, სკეპსი ესეა, კია და ეხლა მივიღეთ უდიდესი დასტური იმ კვლევების შედეგად, რაც რუსეთში თავის დროს ჩატარებულა. და ეს არის ძალიან სოლიდური ინსტანციები, სადაც ჩატარდა როგორც კლინიკური გამოცდა, ასევე ეს ფიზიკის ინსტიტუტი არა, სამედიცინო ინსტიტუტია, ინსტიტუტ სკურეპომეში. სასწრაფო დახმარების ხო ჯანელიზის სახელობის ყოფილა, ქართველის სახელობის ყოფილა ლენინგრადში ეს ინსტიტუტი. როგორი დამთხევაა, ხო? და იქ მოხდა ამის გამოკვლევა. და მოკლედ იყო თურმე სასწავლი და ხუთხრეს კოფტონს რომ შენი ციო რომ ხელა რაღაცა გიკავია თურმე სასწავლი გიკავია ხელში რეებს ჩადისო ესაო ანუ ეს პირველი გამოკვლევა მეორე უკვე მედიკოსმა რომელმაც უკვე კლინიკური შედეგები დეტალურად გაარკვია რას იძლევა რა შედეგებს იძლევა და ეს კიდევ მეტად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კიდევ იყო მესამე ძალიან სერიოზული და ამაზე ყველაფერზე არსებობს დასკვნები ოფიციალურად გაცემული ოფიციალური სტატიებში გამოვლილი, ასე რომ ჩვენ ახლა რაღაც ალბათობაზე არ ვლაპარაკობთ. და მე უბრალოდ ახლა მოგახსენებთ იმ კვლევების შედეგებს. ანუ აი ამ ორი ცილინდრის დაკავების შედეგად, მაგრამ
იქ გააკეთეს კიდევ ის რომ სხვადასხვა წესი ჩამოაყალიბეს ამის მოხმარების, რომელიც ინდივიდუალურად ადამიანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. რა მდგომარეობაში ადამიანი დღეს კონკრეტულად და როგორ შეუძლია მას მოიხმაროს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ეხლა ამაზე საუბარი იმ კავკასიური იოგის წყაროებში არ არის. ამიტომ დიდი საქმეა გაკეთებული, რაზეც დიდი მადლიერება მათ იმისათვის, რომ დღეს ჩვენ უკვე გამზადებული ინფორმაცია გვაქვს და შეგვიძლია სწორად მოვიხმაროთ და ჩვენ გქონდა ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა უკვე მიგნებები და ახლა გაგვიმყარდა უფრო ჩვენი ეს მიგნებები და იმაზე მეტიც. ეხლა პირველ რიგში რაც ჩვენ ძალიან, ასე ვთქვათ, აგვაფრთოვანა რა მომენტი, რომ ხდება ცენტრალური ნერვიული სისტემის რეგულაცია. ისე რეგულაცია, ისე დალაგება, რომ მოდის სიმშვიდე სრული და რაც მთავარია, არსებობს რიტმები ტვინის 4 ძირითადი რიტმია. ენცეფალოგრაფიას რო ვიღებთ, ენცეფალოგრაფზე ჩვენ ვამოწმებთ როგორია ეს რიტმები, ალფა, ბეტა, ტეტა და ასე შემდეგ და მოხდა ისე რომ თურმე ამ ცილინდრების გამოყენების შედეგად ყველა რიტმის გაწონასწორება მოდის და აქტივაცია მოდის და განსაკუთრებით ალფა რიტმის. ალფა რიტმი ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაზაა, რომლის დროსაც ადამიანი ამ ფაზაში როცა იმყოფება ადამიანი, მას ეხსნება შემოქმედებით ნიჭები და ადამიანები ვინც შემოქმედებით რაღაცას, ასე ვთქვათ, ეძლეოდათ ამ ფაზის გააქტიურების პერიოდში და ეს უნარი აქვს ამ ცილინდრებს, ეს პირველი. გარდა ამისა, იმუნურ სისტემაზე, მიწის რეგულაცია იმუნური სისტემის, ენერგეტიკული სისტემის დაბალანსება, სისხლის მიმოქცევის დარეგულირება და ჰიპერტონიკების მოხმარება, როცა ჰიპერტონული დაავადებული ადამიანები ამას რეგულარულად მოიხმარებენ, ხდება, ესე იგი, წნევის რეგულაცია. ეს უდიდესი რამ არის, მაგრამ შესაძლებელია კიდევ ბევრი რამე არ არის გამოკვლეული, მაგრამ ფაქტია, რომ იმ წინაპრებმა იცოდნენ კავკასიური იოგასთან ერთად და ეს არ შეიძლება ესე რომ განყენებულად იყოს განხილული, იმიტომ რომ იოგაში მოცემული ის ვარჯიშები სუნთქვითი და ხანას გიორგი ესაუბრებს და ასევე ვარჯიშებთან ერთად, ანუ გარკვეულწილად ის ეხლა ჩვენ ამას პირობითად ვგებულობთ, ასე რომ პირობითად ქვია იოგა. იმიტომ რომ ვალევსკი ალბათ იცნობდა იოგას, იცნობდა ტიბეტურს, ინდურს და მან ისეთი ცოდნა მიიღო, რომ ალბათ შეადარა იოგას ცოდნას. გამიგეთ, მე ესეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ციგნს რა ქვია, ყოველ შემთხვევაში იმ ტექსტში როგორ არის მოხსენიებული ეს მთელი ცოდნა. სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოება ქვია და რომ ვლადიმერ პავლოვიჩმა დაადასტურა. და სადმე ტექსტში თუ არის კიდევ მინდა და რომ იოგა ეს სიტყვა სადმე გვხვდება ტექსტში? იოგა? არა. ეს არის ვალევსკის ვერსია რა. ალბათ ვალევსკის ვერსია. ვალევსკი იყო დაკავებული იოგათი როგორც ჩანს. და აი იმიტომ ქონდა ურთიერთობა ლამებთან და შემდეგ უკვე ამ ცოდნის ასამაღლებლად მოდის აქ. ბევრი ელემენტი არის ბოდიშკა იოგიდანაც არის და ალბათ იმიტომ დააკავშირა. ხო. არის სხვადასხვა რაც ინდუისტურ იოგაში მაგრამ ცოდნას რაც დედანში ასეთი ტერმინი იოგა არ ცოდნას რაც ამ წყაროებში იყო შეკრებილი, ხო? ერქვა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოება. და აქ თავარი ის არის, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნი აი ესეა დაფიქსირებული და ეს კავკასიური იოგას სისტემა აიღო თვითონ ვალევსკიმ და არქვა მან. და ეს წიგნი როგორც ჩანს აქ არსებობს, არ ვიცი. ან ვინმე თავში ინახავს, ან ვინმე როგორც წიგნად ისე ინახავს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ნაწილია ინფორმაციისა იმ წიგნიდან. იმ დიდი ინფორმაციიდან. რადგან აქ ვალევსკის ამოკრეფილი აქვს თავისთვის საინტერესო მასალა, მხოლოდ და მხოლოდ ეს აქვს ჩაწერილი და ბოლოში უკვე აი რაც აღარ გადავთარგმნენ და ყველამ რო იცოდეს, არ ჩავთვალე საჭიროდ არც ისია, მაგრამ თვითონ ვალევსკი წერს იქ, რომ ბოლოს წერს კვერთხის დამზადებას, რომელი კვერთხითაც უკვე ინიციერებულმა ადამიანმა ინიციაციას რო გაივლის და უმაღლეს დონეს მიაღწევს, უნდა გამოიძახოს ზეციური მხედრობა. და აი ზეციური მხედრობის გამოძახების შემდეგ როგორც ჩანს ჭოჭმანობს უკვე ვალევსკი და იქ ამთავრებს წერას და პირდაპირ წერს რომ აქ მე ვასრულებ, იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც არ არის ადამიანებისათვის საჭირო. რომ ის ინფორმაცია, რომელსაც დღესდღეობით ვფლობთ, მათ შორის ქართულ ენაზეც,
ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის და საკვლევი წინ კიდევ ბევრი გვაქვს. რა თქმა უნდა, კი, აშკარად, იმიტომ რომ კიდევ ამბობ თვითონვე წერს, რომ აქ მე ვწყვეთ წერას, რადგან მეტი აღარ არის ადამიანებისათვის საჭირო. ალბათ მან ჩათვალა, რომ ადამიანი ვინც უკვე ამ დონეს მიაღწევს, იმისთვის დაწერილი აღარ არის საჭირო, თვითონვე მიხვდება. და გამომდინარე, გამახსენდა ესეთი ეგვიპტური წიგნი, სიკვდილის წიგნი რო ქვია, მაგრამ აქ ეხა სიცოცხლეზეც არის ესე იგი და ეს რამე კავშირი არსებობს. კი, რა თქმა უნდა. აი თავშივე ეს წიგნი რო იწყება, აქვე წერია, რომ აი ეს ინიციაციები, რასაც ადამიანი იღებს და ყველა რელიგია, მაგალითად საფუძველი რაც აქვს, ხო, ცეცხლით ნათლობა, წყლით ნათლობა, მიწით ნათლობა და ჰაერით ნათლობა, საწყისი არისო სიცოცხლისა და სიკვდილის წიგნიდან. ეს პირდაპირ არის მინიშნებული. ეს არის ადამიანის ინდივიდზე აგებული, ადამიანის განმხრთობისთვის. აი ჩვენ მაგალითად ქრისტიანები და ქრისტემი ჩვენ ეს დაგვიბარა, ეს გითხრა, ეს მოგვიწოდა, იმიტომ იყო ჩამოსული ღმერთი გაადამიანურდა და რომ ადამიანი გახვრთობილიყო. თქვენ მამაში უნდა შემოხვიდეთ, ხო? აი ეს გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, უბრალოდ იცოცხლოს ჭამოს და მოკვდეს არა. მისია, მისი სულიერი, მენტალური, ფსიქიკური ყველანაირი არის ის, რომ განმხრთობა მოხდეს ადამიანის. ანუ გადავიდეს შემდეგ უმაღლეს ეტაპზე. აი ამას ემსახურება ეს ცოდნა. რაკი სულიერ ასპექტებს შევეხეთ, აი ამ დიდი ცოდნის. მეც რა მაინტერესებს, რამდენად წინააღმდეგობაში მოდის, თქვათ, გავრცელებულ რელიგიურ, თქვათ, ცოდნებთან, რწმენასთან და ასე შემდეგ, თვითონ ეს ინფორმაცია და ეს ცოდნა. თუ პირიქით ეს რაღაც კავშირები აქვთ ერთმანეთთან, აი ამაზეც რო ვისაუბროთ. Ну, როგორც მოგახსენეთ, აქ აღნიშნულია ის 4-ვე ტიპი ნათლობის, რომელზეც დაფუძნებულია 4 უმთავრესი რელიგია, დღეს რაც დედამიწაზე გვაქვს, მაგრამ ამ რელიგიებამდე ხომ არსებობდა ღმერთი. Ну, ეს ხო ეხა უდაოა. და მით უმეტეს ჩვენ ქრისტიანი ხალხი და ქრისტიანული რელიგია განათლებისკენ მოუწოდებს ადამიანს. და როგორ შეიძლება რაიმე ცოდნა ეწინააღმდეგებოდეს ღმერთს? ეს აბსურდია, უბრალოდ მეტი არაფერი. და თუ ვინმეს რამე დეტალის მოძებნა უნდა ისეთი, რომელიც არ აწყობს, მოძებნის. და პირიქითაც, ასე რომ ცოდნა რომ ეწინააღმდეგებოდეს რაღაცას, მით უმეტეს ღვთიურს, განათლება ეს არა წარმოუდგენელია. ასე რომ არანაირი წინააღმდეგობაში არ მოდის ეს რელიგიასთან. მეც ასე ვფიქრობ, რომ პირიქით რაც უფრო ღრმად შედიხარ დასკვნა გამოიტანოს შემდეგ ადამიანს კიდევ უფრო ღრმად შედიხარ. მე გეტყვით ხადგავად კიდაც წაკითხული მაქვს და ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიებიდანაც, იმიტომ რომ მე უნდა ვიცოდე რაზეა საუბარი. და მე რო ეს ცოდნა მივიღე და შემდეგ რო ჩაუკვირდი ჩემ თავს და ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი, მე ეს გამიხარდა, იმიტომ რომ სწორად და მართლად მიმაჩნია. ძალიან კარგი გზაა ეს. ეს არ ნიშნავს რომ სხვა რელიგია არ ვარგავ. მაგრამ მე მაგალითად არ მქონია იმის სურვილი რომ შემეცვალ რელიგია. იმიტომ რომ დავწმუნდი რომ მართლა გზაზე ვარ და ეს არის განათლების გზა, ეს არის გონებრივი და სულიერი ამაღლების გზა. სიყვარულის გზა. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი. პრაქტიკულ ნაწილს რო დაუბრუნდეთ. ეს მთლიანად თუთია თუ შიგნით რამე სხვაც არის თუ აი როგორ არის აწყობილი? მოკლედ კონსტრუქცია თვითონ რომ მოგვიყვე. ამ მთლიანად თუთი არ არის. ამ ცილინდრებში მესამე ელემენტიც არის ალუმინი და ამაზე ვლადიმერ კოტურმაც ილაპარაკა, მაგრამ ამასთანავე არის მაშინ ახშირი და მაგნეტიტი, ფერომაგნეტიტი. და ჯამში ჩვენ ვიღებთ როგორც მეტალოიონოთერაპიას, ანუ პოტენციალთა სხვაობა თვითონ მეტალებს შორის იქნება, რადგან თუთია და სპილენძია, დამატებით ამათი ეფექტი კიდე ძლიერდება მაგნიტებიდან ახშირით. ეს ერთგვარი უკვე დაპატენტებული ასე როგორც ერთგვარი ფიზიოთერაპევტული ხელსაწყო. და როდესაც ადამიანი უკვე იკავებს ხელში, მასზე მოქმედებს უკვე რამდენიმე კომპონენტი და კიდე მე ვთვლი რომ მნიშვნელოვანია მას რომ აქვს ცილინდრის ფორმა. ცილინდრის ფორმა და დიამეტრი. აი ეს ყველაფერი ჯამში ახდენს ძალიან საინტერესო მრავალშროვან ზემოქმედებას, როგორც ფიზიკურ, ენერგეტიკურ, ქალბატონოს მენტალურ, ფსიქომოციურ ზეგავლენას. ეხლა კონკრეტულად უფრო პრაქტიკულ ნაწილს რო შევეხოთ. რა შემთხვევაშია რეკომენდებული, გასაგებია ეხლა ზოგადი კეთილდღეობისთვის, შინაგანი ჰარმონიისთვის, ამას მივხვდი ჩემითაც. აი კონკრეტული დარღვევების შემთხვევაში თუ შეიძლება გამოვიყენოთ არა როგორც ზოგადი გამოჯანსაღებელი, არამედ აი სამკურნალო მიზნები. კი ბატონო. როდესაც ეს ჩამივარდა 2000 წლის დასაწყისი იყო, წიგნი და მე განვიზრახე რომ ესეც უნდა შემეძინოს სული სურათი შემქმნოდა. და დავიწყე მე პაციენტებთან მუშაობა. პირველი ტკივილ გამოყუჩებელი ეფექტი.
რა სახის ტკივილიც არ უნდა იყოს, კარგი ზემოქმედება აქვს. საკმაოდ ძლიერი თერაპევტიული და ტკივილგამყოჩებული ეფექტია ამ თვალსაზრისით. მე მუშაობდი პაციენტებთან, ვისაც ონკოლოგია ჰქონდა, ვერ ვიტყვით რომ ონკოლოგიის განკურნოს, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს იწვევს და ასე ვთქვათ, ორგანიზმს ადევს ჯანსაღ ტალღას. და რაც ნიშანდობლივი იყო აი ამ პაციენტებთან, ის მათ ტკივილი უყუჩდებოდა და შედიოდნენ ასეთ სრულ მოდუნების ფაზაში. ეძინებოდათ კიდეც, როდესაც მუშაობდით. მეორე ნიშანდობლივი, რადგან მე უკვე ექიმი ვიყავი და ვაკეთებდი გარკვეულ პროცედურებს, მასაჟებს და ასე, ჩემთვის იყო თვალსასროლი სისტემის მხრიდან ტკივილის გაყუჩება. ამაზეც ეფექტური იყო. მესამე, კიდევ საინტერესო ყავდა პაციენტები, ვისაც გარკვეული მიზეზის გამო მოტეხილობის შედეგად გაუხანგრძლივდა ძვლების შეხორცება. და იმას სათანადო დავდიოდი, ვაჭერინებდი და ძალიან სწრაფი შედეგები გამოიღო. ისე კი საკმაოდ მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტები აქვს ამას. ბატონო კახა, თქვენ დიდი ხანია იცით ამ შესახებ და ცილინდრებიც ეჭვი მაქვს, რომ დიდი ხანია გაქვთ. აი პირადი გამოცდილებით რა ნიში სამკურნალო კუთხით ოღონდ არაზოგადი გამოჯასახებელი, არამედ სამკურნალო კუთხით თუ გამოგიყენებიათ. პირადი გამოცდილება რო გაგვიზიაროთ. როგორც ასეთი ამ ბოლო დრომდე ჯანმრთელობასთან პრეტენზია და პრობლემა არ ქონია და ცილინდრები თავიდან როცა გამოვიწერე, მოვიპოვე და ხელში ჩავიგდე, ექსპერიმენტის სახით უფრო მაინტერესებდა ვიდრე რაიმე პირადი მოხმარების. კი. შემდეგ აღმოჩნდა რომ ღვიძლზე ცოტა რაღაც პრობლემა მქონდა, მაგრამ ესეც ამ კლინიკაში ისე მოხდა რომ დარეგულირდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდე, როგორც გიორგი მძანა, როგორ გამოიყენო. და ექსპერიმენტებს უფრო ვატარებდი. შემდეგ ერთი ის კი უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში რო აქ ამას ფესვი, ამაში კიდე დამარცხნა რამოდენიმე ადამიანის ზარმა, როცა ეს ციგნი გამოვიდა და ეს ცილინდრებიც, გამოიჩნდა, ასე ვთქვათ. დამიკავშირდა რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ აი მამა ჩემმა მასწავლა და მას ქონდა ცილინდრები, ბაბუა ჩემს, ან პაპა ჩემს ქონდა, ესეთიც ქონდა ურთიერთობა ამისთან ახალთან და მათ მომიტანეს ცილინდრები თავის გაკეთებული. მაგრამ აქ რო წერია მაგალითად კავკასიური იოგაში აქტივიზირებული ნახშირი, იქ ცოტა სხვანაირი ნახშირი იყო ნახმარი და ასე შემდეგ. ანუ არის რაღაც სხვადასხვა ვარიანტები. კი. როგორც ჩანს ეს ზოგადი ცოდნა ეს იყო, აქ არის სადღაც არ ვიცი კიდევ ამბობ, მაგრამ კი. რომ ხევსურეთთანაც მაგალითად იყო ადამიანი ჩამოსული და მეუბნებოდა რომ ეს პოზები და ეს დგომა, გამოხედვა, ჰიპნოზი და ასე შემდეგ მის წინაპრებს ჰქონდათ. ასე რომ ხალხში არის ეს ცოდნა, წიგნად ძალიან კარგი იქნება თუ ეს წიგნი აღმოჩნდება და ნახავთ. და აი კონკრეტულად ცილინდრებზე ეს რომ ნამდვილად აქ არის დამზადებული, აქედან არის ეს ყველაფერი და რაზეც მოქმედებს, აგერ ჩემზე კარგად პროფესიონალებმა იციან. ვეცადე დამემზადებინა მე თვითონ, ვეცადე და დავამზადე. სპილენში ჩავყარე ნახშირი და ასე შემდეგ, თუთია ვერ ვიშოვე, ეხლა კი ესეც მაქვს, მაგრამ ვერცხლითაც კი ვცადეთ. ვერცხლი, სუფთა ვერცხლი 999 ავიღე, გავაკეთე ესეთი ცილინდრი, ჩავყარე შიგნი მაგნეტიტი, ქონდა კლინიკაში შევამოწმეთ, მაგრამ შედეგები არის ძალიან სხვადასხვა და არასასურველი და აი კონკრეტულად კოფტონის მიერ გაკეთებული მართლა კარგ შედეგებს იძლევა. მაინდამინც უნიკალური შემადგენლობით და უნიკალური ფორმით და ზომით არის მოწოდებული იმ ციგნში, სიზუსტით, ხო? ციგნში იმხელა კონკრეტიკა არ არის. იმ ხელნაწერში, რომელიც იმასთან მოხდა. იქ ხელნაწერი კიდევ სპილში ხელნაწერია კოფტუნი აქაც უნივერსიტეტში სწავლობდა, იქ ფიზიკის ინსტიტუტში იყო, მე ხელმძღვანელიც იყო, ხო თუ არ ვცდები და ძალიან ბევრი საშუალება. აქ დაიწყო მაგალითად ცილინდრების კეთება იზოტოპებში. მაგრამ ეს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება ჰქონდა მას ამ თუნდაც ფიზიკის ინსტიტუტში. მან შეძლო ის რომ ექსპერიმენტალურად დაამტკიცა რეალური მოქმედება. ეს არის ყველაზე უნიკალური ამბავი, რომ ეს გადმოცემით ვიცით, მაგრამ ის ცოდნა, რომელიც თქვათ იყო, ის აღნიშნავდა, რომ მაგალითადო ერთ-ერთი ამ ხელნაწერში მოხსენებული იყო ნივთიერება ბრონზავა ალუმინი იყო. ხო და მე აქაც თურმე ქიმიის კათედრაზე ორჯონიკიძე ყოფილა ვიღაც ქალბატონი, რომელიც კათედრის გამგე იყო და იმას უთქვია, რომ ესო ადრეო ალუმინის საბადოებშიო თიხიდან ღებულობდნენო და ეს მაგის დასახელება არისო.
ფათაშორის ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ეს არის არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბატონ ვლადიმერ კოტუნთან, რომელიც ჩვენს არხზე შეუძლიათ რომ ნახონ და მოისმინონ. ეს მართლა უნიკალური ინფორმაცია ამ ყველაფრის ამ ცოდნის შესახებ, ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება ცილინდრებს. ქალბატონო ნუნუ, მე ვიცი რომ ამ კლინიკის ბაზაზე უკვე პრაქტიკულ გამოყენებაში დაწყებული გაქვთ აი ეს ცილინდრებთან ურთიერთობა და თქვენ აკვირდებით აპარატულად რა ცვლილებებს იწვევს ეს ცილინდრები ორგანიზმში. აი ამაზე რო გვესაუბროთ, თქვენი პირადი გამოცდილებით რა შედეგებზე გავდივართ? იმდენად გასაოცარი ამბავია, იმიტომ რომ მე ადრეც ვახსენე რომ წლებია რომ მე ამ დიაგნოსტიკას ვატარებ, ძალიან ბევრ რამეს გამოცდა მომიწია, ბევრ რამეზე დაკვირვება, როგორ მუშაობს მეთოდოლოგიურად, რომ ჩვენ ზუსტად შეგვეძლო პაციენტებისთვის რეალური მეთოდოლოგიით მკურნალობის ჩატარება. ეს იყო ჩემი მთელი, ასე ვთქვათ, ჩემი სამედიცინო პრაქტიკის მიზანი. და აი ეს ხდება სულ ახლახანს რა, როცა პირველი კახაბერის ვნახე, რომ აი დაიჭერ ხელში და 15 წუთში, 20 წუთში ის მონაცემები, რომლებიც რაღაც დისბალანსები გვითითებს, იქ ფუნქციონალურ დარღვევებზე, ენერგეტიკულზე, ვინაიდან ეს მეთოდი არის, მაინც ჩვენ მიღებთ ინფორმაციას ბიოლოგიური აქტიური წერტილებიდან, პირველ რიგში ვნახულობთ ენერგეტიკულ სისტემას და რა ენერგეტიკული სისტემის დარღვევების შემდეგ ხმიდის ფუნქციონალური დარღვევები, მერე უკვე ორგანული დარღვევები, მაგრამ ორგანული დარღვევები თუ არსებობს, ამასაც ხედავთ და ყველაფრის ამის დიფერენცირება ხდება. მაგრამ ამან მოახდინა სასწაული. ის სასწაული, რომ აბსოლუტურად ყველაფერი დაბალანსდა. ეს არ ნიშნავს, რომ იმ წუთში ადამიანი კარგად გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ადამიანი აი ესეთი გაწონასწორებული და ჰარმონიული იქნება, თუ ამას მოიხმარს. ამასთან თუ რეგულარულად იმუშავებ, ესე იქნება. ესე იქნება, ეს გვაჩვენებს ენერგეტიკულად ლაგდება და ეს გამოიწვევს უკვე ორგანულ დონეზე გაჯანსაღებას. იმ პერსპექტივას, რა პერსპექტივასაც მივიღებთ ამის მოხმარებით. ეხლა თან მაყურებელს რო შევახსენოთ, ეს არის ლაპარაკი ნაკატანის აპარატზე, მეთოდზე, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს პოდკასტში. რა შეგვიძლია ამაზე ნახოთ? აი ეს. რა შეგვიძლია შევამოწმოთ დღესდღეობით რა მდგომარეობაში ვართ, რომ უფრო კორექტულად მერე მოვიხმაროთ. აქვე შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტი და პერსპექტივაც ხვალინდელი დავინახოთ ვიზუალურად და რო ეს ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცა მითებზე და ეს რეალურად აი მოხვედით, ნახეთ რანაირი ხართ? ჩვენ თავზეც გამოვცადეთ. თქვენ თავზე გამოვცადეთ? Xbox-ს გამოცდილი. ხო, ცილინდრებს რომ დაიკავებთ, აი როგორ გამოსწორდება თქვენი სურათი, დაინახავთ თქვენვე აქვე. ამიტომ არის ამის საშუალება, რომ ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, თქვენ ეს დაინახოთ აქ და მიიღოთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ ეს ასე იმუშავებს. პირდაპირ ეხლა ასე რომ ვთქვათ, ეს არის სათუთი ნივთი. და მას სათუთად მოპყრობა სჭირდება და როდესაც იკავებ საჭირო გარკვეული დროც, რომ ერთგვარი ინფორმაციული გაცვლა მოხდეს ამ მასში არსებულ ელემენტებსა და ადამიანს შორის. ამიტომ ესე უცებ დავიჭირე და მე გადავდე არა, საჭირო გარკვეული დრო და რადგან ჩვენ არ ვიცით ჩვენი მდგომარეობა ჯანმრთელობის, სასურველია სხვა პოზიციები შევარჩიოთ, რაც უკვე შემუშავებულია ძალიან კარგი. და ჩვენ უკვე კვლევებმა აჩვენეს, ჩვენ უკვე გავაკეთეთ მე და ქალბატონო, რომ ყოველთვის ეს პირველი საწყისი ფარაონის პოზას ეძახით არ არის ნაჩვენები, რომ უნდა დავიწყოთ გარკვეული პერიფერიულ ზონებზე პოზიციით. ანუ ინდივიდუალურად როგორ მდგომარეობაშია მსურველის ენერგეტიკული, ფიზიკური ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, იმის მიხედვით მე შეიძლება მისცე უკვე რეკომენდაცია როგორ დაიწყოს მოხმარება. არის გარკვეული პოზიციები, რომელიც შეიმუშავეს იქ მკვლევარებმა და ექიმებმა და ეს არის პერიფერია, როდესაც უკვე პოზიცია იცვლება და ხელი ფეხი შემოდის და არა მარტო ხელები, არამედ ხელი ფეხი. ეს უფრო რბილია და ყოველთვის ესე რომ ვთქვათ, ჯობია რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. თუ თვითონ ეს პოზაც, ფარაონის პოზაც მჯდომარე და ვერტიკალურ მდგომარეობაში უფრო აგრესიული, უფრო ძლიერი ზემოქმედებისა, მაგრამ ჰორიზონტალური უფრო რბილი. ამიტომ ვინ შეიძენს და ვინც დაინტერესდება როგორც ამ ნივთის როგორც გამოჯანსაღებელი ხელსაწყოსი, უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯერ თუ კი დაიწყებს, დაწვეს. მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა. თქვენ იცით, რომ ჩვენთან ნედის სწავლება კავკასიური იოგის და რა თქმა უნდა ფარაონის ცილინდრების შემადგენელია კავკასიური იოგის და როგორც იქ არის მოწოდებული, ეს არის დამხმარე საშუალება კავკასიურ იოგაში, ამიტომ
ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ადამიანები დაინტერესდებიან აგრეთვე კავკასიური იოგის სწავლებით. ეს არ არის, აი ჩვენ გამოუშვით უშინ გიორგი ექიმის სწავლებით პირველი ჯგუფი კავკასიური იოგაში, ვინც გაერეთ ჩვენთან სწავლება და ყველა აღნიშნავს და ჩვენ გვექნება მათი ჩანაწერი, როგორი ტრანსფორმაცია მოხდა მათში. ფიზიკურ დონეზე, როგორ მოხდა მათი ნერვიული სისტემის გაწონა სწორება და ეს იმდენად საგრძნობია და იმდენად მნიშვნელოვანია და ეს ხალხი ყველა არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებულები ბევრ საკითხში. და აღნიშნავდა ჩვენთვის ფასეული იყო, რომ ეს ხალხი ისეთ ნიუანსებზე აკეთებენ, ასე ვთქვათ, ხაზგააქცენტს, რომ და თან ისეა, რომ ყველასთან სხვადასხვა, ვისაც სად უჭირს იმას ასწორებს და ეს ცოდნა რაც მთავარია, რასაც აქ მიიღებენ, როგორც გიორგი ამბობს, ყოველთვის მათთან არის და ესენი ამით დადიან და თავის თავს ამით შველიან, არავის დამოკიდებულები აღარ ხდებიან. ეს არის საშუალება, რომელიც იმ მიღწევას სტაბილურობაში მოაყვანინებს. მე მინდა რომ ეს კარგად გქონდეთ წარმოდგენა მსმენელებს, რატოა შეიძლება ზოგს გაუჟღერ აღაში მინდა მე თქვენი კავკასიური იოგა თუ ეს არის და მთლად ასეც არ არის. ამიტომ რა თქმა უნდა ამას მოიხმართ, მაგრამ ჯობია რომ ხარისხში უფრო მაღალში იყოს აყვანილი მთლიანი ეს ცოდნა, რაც კავკასიური იოგაშია ჩადებული, ამას ნუ დავანაწევრებთ. ჯობია ეს სწავლება იყოს ისევე წარმართული, როგორც კავკასიური იოგაშია მითითებული და მოცემული და მივყვეთ იმ ფორმულებს, რომელიც არსებობს და არ შევცვალოთ ეს ხედვა. აი ზუსტად ეგ მაწუხებდა უკაცრავად ჩაგეჭერეთ, მაგრამ წლების განმავლობაში რომ მეც რომ შევიძინე ეს ცილინდრები, კი ძალიან უღრმესი მადლობა ბატონ კუხთუს და რაც გააკეთა, უდიდესი საქმე გააკეთა, მაგრამ აი ციგნიც რომ მოყვებოდეს ამ ეს არის კავკასიური იოგის ატრიბუტიკა. იმიტომ რომ თუ ის უთქვითი პრაქტიკა არ გაიარე, თუ ზუსტად იმ ფორმაში იმ მდგომარეობაში არ იყავი, აი როგორც მე ბატონი გიორგი აუხსნის ალბათ სურვილებს, ვერ მიიღებ ამ შედეგს. ეს ის არ არის, ხა აიღო ცილინდრები და ირბინო აქეთ-იქით, არა, მედიტაცია უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჭირდება თავისი დრო, სუნთქვითი ფორმა, ისედაც შრომის ფორმა თუ დგომის თუ წოლის არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ აი ეხლა უკვე მთლიანად გაერთიანდა ეს ცოდნა თქვენმა კლინიკა ჰარმონიამ, რაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ყველანაირად აბსოლუტურად და ნუ ეს რა თქმა უნდა უმთავრესი შეერთდა ეს ცოდნა და აი ცილინდრების გამოყენება უკვე კომპლექსურად შეგვიძლია გავიაროთ კავკასიური. შეგნებულად ასე რომ ვთქვათ, თავიდან ჯერ ვარჯიშობდით და ბოლოს ვაჩვენეთ ცილინდრები და რატომ. ეს მაინც კასტილია, ეს არის მაინც ყავარჯენი. ბოდიში ასე ბარბარიზმზე რო გადავედი და ამიტომ ყავარჯენიზე სულ ვერ ვივლით. უნდა ვიაროთ ორფეხზე გამართული თავდაჯერებული, ამიტომ ის რაც თან ეს არ არის თუ კი წიგში ჩავხედავთ, რომ ეს არ არის ერთ-ერთი მთავარი ეგრეთ წოდებული არკანიან ვარჯიში. ეს ერთ-ერთი თავია. მნიშვნელოვანი თავია, მას ცალკე თავისი სამედიცინო დანიშნულება აქვს, მაგრამ თუ კი კავკასიური იოგაში მოვიაზრებთ, მას უკვე გაცილებთ მეტის მოცემა შეუძლია ერთად. გიორგი, აი ამ კავკასიური იოგას არკანებზეც მინდა გკითხოთ, ეხლა ნელ-ნელ აღმოჩენებს ვაკეთებთ ხო, დავიწყეთ სუნთქვით, ახლა კიდევ წინ რა გველოდება, რამდენი მიმართულება აქვს, თქვათ, ამ არკანებს, აი უსასრულოა თუ რაღაცა კონკრეტული რაოდენობის, აი ეს რო გვითხრათ და მიმართულებებს რა მნიშვნელობა აქვს, თქვათ, სუნთქვა ეხლა უკვე კარგად ვიცი წარმოდგენა მაქვს და აი ცილინდრებზე და კიდევ სხვა მეთოდებებზეც რო ორი სიტყვით. არის ისეთი ვარჯიშები, რომელიც გარდა ამ სუნთქვითი ვარჯიშებს კიდევ ფიზიკურ აქტივობაზეც არის იქ არკანები. კი, არის გარკვეული არკანები არის ფიზიკურ აქტივობაზე და ჩვენ აქ ვასწავლით. თუ რამე აკლია, იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც არსებობს ენერგეტიკაზე, რეფლექსოთერაპიაზე და ნევროლოგიაზე, ვაძლევთ დამატებით, რომ ეს უკმარისობის გზნობა არ იყოს. მაინც რამდენიმე წყაროს ვიცნობ მე, რომელიც ახლოს ადგას ამ სისტემასთან, 7 ძირითადი სუნთქვა ეს არის საკვანძო. ის მე რაც დამატებულია, შეიძლება თვითონ ვალევსკიმ დაამატა. ან გარკვეული ესე ვთქვათ დანამატებია, რომელიც ამ სისტემაში მოიაზრება. კიდევ მე ვთვლი რომ ამ თავებს აკლიათ გარკვეული ფიზიკური ვარჯიშები და მე ვთვლი რომ ეს დანაკლისია ამ სისტემაში, სხვა წყაროებში არის ეს გარკვეული ფიზიკური ვარჯიშები მოცემული, მაგრამ სუნთქვას რაც შეეხება ეს ძირითადია და ერთი მინუსი აქვს ფიზიკური ვარჯიშების ნაკლებობა.
ჩვენ უშვებთ ესე იგი, რომ ეს არ არის სრულყოფილი ცოდნა და არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალური ხედვით ამოკრებილი მისთვის საინტერესო ინფორმაცია, თორე აქ კიდევ უფრო დიდი ინფორმაციაზეა საუბარი. არც ესეა. მაგრამ თავარი ის არის და აზრი რომ კიდევ ამის გარდა არსებობს ვარჯიშები, ცოდნა და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ წინ გვაქვს და აღმოსაჩენი გვაქვს. დიახ. აი ისე უნდა დაუბრუნდე ხა ცილინდრებს და ძალიან პრაგმატულად უნდა ვიკეთეთ. მინდა რომ კონდეს. რით დავიწყო? აი ხა ამ ხელა მოსამზადებელი პერიოდი გასაგებია რომ უკეთეს შედეგებამდე გამიყვანს, მაგრამ აი მინდა ცილინდრები მქონდეს. არსებობს შანსი რომ ჩემთვის სასარგებლოდ აი ამ ძალიან დიდი ვთქვათ, იმიტომ რომ კავკასიური იოგათი დაკავდე არ ნებისმიერი სულიერი პრაქტიკით, ხო, ამას სჭირდება ვთქვათ განწყობა, ძალისხმევა, დრო უნდა გამოათავისუფლო, ხო, ნების ყოფა და ბევრი ასპექტი აქვს, რომელიც ართულებს ხოლმე მისვლას აი ამ პირველი ნაბიჯის გადადგმას და აი ეს ნივთი ჩემში პირადად აღძრავს სურვილს, რომ გადავდგა ეს პირველი ნაბიჯი შევეხო. გაზაგი მოგახსენებთ ახლა აქვს ვთქვათ რაიმე გამოსავალი ამ მდგომარეობას. აქვს. ჯერ ერთი რომ ცილინდრები შეიძლება გამოიყენოს არა მარტო იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ხინჯი აქვს, არამედ სპორტსმენებმა, სხვადასხვა ტიპის ადამიანები, ვინც ინტელექტუალური საქმით არის დაკავებული და ძალიან კარგი ნივთია, როდესაც ადამიანს უწევს ხშირად ფრენა და იცვლის დროსა და სივრცეს. ანუ ეს ხელსაწყო მეხმარება ადაპტაციაში. რაც შეეხება შეძენას, ჩვენ წინა პოდკასტში შემთხვევით არ დაუკავშირდით ვლადიმერ პავლოვიჩ კოვტუნს, რადგან მე მასთან უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა მქონდა და მინდოდა რომ ეს ყველაფერი ისევ დაბრუნებული იყო საქართველოში და ჩვენ მასთან ასე ვთქვათ გავაფორმოთ მემორანდუმი, ექსკლუზიური უფლება რომ ის საქართველოში ექსკლუზიურად მოვაწყდეს ჩვენ ხელშეკრულება ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. დაიდო კლინიკა ჰარმონიასთან, კი, კლინიკა ჰარმონიასთან რომ ჩვენ გვანდო ბატონმა ვლადიმირმა ცილინდრების როგორც გავრცელება, ასევე მათი მოხმარების, სწორი მოხმარების კონტროლი და ასე ვთქვათ ინფორმაციის შეკრება, იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ შეგვიძლია კიდე გავცეთ კლინიკური მეთვალყურეობის და მონიტორინგის მას აინტერესებს ეს კი თვალსაზრისით, მას კიდევ და კიდევ აინტერესებს. ამიტომ ჩვენ გარკვეული ვალდებულება ავიღეთ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ იქნება ცალსახი ინტერესი ამაში, ხო? ამაში იქნება იგივე მომხმარებლის ინტერესიც, რა თქმა უნდა, გონიერი მომხმარებლის ინტერესი, რომ მან იცოდეს სწორი მოხმარება და ჩვენ გავუწევთ ამას მონიტორინგს, რომელსაც სასიკეთოდ გამოვიყენებთ, ასე ვთქვათ, შემდგომი კიდე მეცნიერული საქმის წინწაწევისთვის და ზუსტად კიდევ რაღაცა შეიძლება კიდე რაღაცას ვაწყდებით სიახლეს და ახალი სიტყვით თქვენ შეგვიძლია. ანუ მარტივად ხო რომ ვთქვათ, ბოდიში მხოლოდ შეძენა კი არა, ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ კონსულტაცია მიიღონ და ის მოხმარების წესი. ახალი მეთოდი რო იბადება და ეს არც ისე ახალია და ძველია, ყოველთვის ჩდება ხოლმე გარკვეული საწინააღმდეგო აზრები და რომ არ მოხდეს ამ მეთოდის დისკრედიტირება, ვლადიმერ კოვტუნმა პირდაპირ თქვა, სრულიად ძალიან კარგი იქნება თუ კი გარკვეულ ადეკვატურ ხელში მოხდება, იმიტომ კი არა ჩვენ ეს გამომაძღები ვარ და მარტო ჩვენ გვინდა და ძალიან გავხარდა რომ თუ კი ამას მეცნიერული დაკვირვებითი ფორმა მიეცემა, მოხარული იქნება, იმიტომ რომ შეტევები შეიძლება ბევრი იყოს ამ მეთოდზე, იყო, არის და იქნება ესეთ მეთოდებზე და ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, ამიტომ შეუძლიათ შეიძინოთ ჩვენთან. ჩვენისნებით მაპატიეთ ერთ რამე არ დაგვაუწყდეს, მინდა ხაზე გაუსვა. ბატონმა ვლადიმერმა აღნიშნა, რომ მისი, ასე ვთქვათ, აი ამ ისტორიის განმავლობაში იყო ძალიან ესეთი შემოტევები, რომ უნდათ ამ, ასე ვთქვათ, ბიზნესის თვალსაზრისით და კიდევაც აწარმოებენ. და ამ სხვა ფირმის, სხვა წარმომადგენლობის მიერ შექმნილს არ აქვს ისეთი რეალურად ეფექტი. მინდა რომ ეს მოსახლეობამაც გაითვალისწინოს, რომ აი კოვტუნის მიერ დაპატენტებულ, აი ჩვენ ამ ხელშეკრულებაში გვაქვს მისი პატენტის, მისი საავტორო უფლებებიც დაცულია, მითითებულია მისი ყველანაირი კოორდინატები, რომ ასეთი ცილინდრები მოიხმარონ თუ ექნებათ სურვილი. თუ არა და სხვას დანარჩენს ასეთი გამოცდა, ასეთი ვთქვათ გზა გამოვლილი არ აქვს. ამიტომ კახაბერმაც აღნიშნა, რომ არიან ცდილობა არის რომ რაღაცა გააკეთონ, მაგრამ
რამდენად ეს სწორად მუშაობს, თავარი საკითხი ეს არის. ამიტომ რაც უკვე ზუსტად დადგენილია და აქვს შედეგი, ის მოვიხმაროთ და ჩვენ ასე ვთქვათ, უთხარით ბატონ ვლადიმერს, რომ ალბათ მოვიდა დრო, რომ ეს ყველაფერი, რომელიც ასე ვთქვათ, საქართველოში თურმე არსებობდა, თქვენივე ასე ვთქვათ, სახით უნდა დაბრუნდეს საქართველოში და უნდა მოხმარდეს ქართველების კეთილდღეობას და რა თქმა უნდა მოხარულია და ძალიან დიდი პიროვნებაა ჩემ თვალში, იმიტომ რომ ისე პოზიტიურად და ისე კარგად და სწორად ისაუბრა და გვესაუბრა, რომ თვითონაც ძალიან მოხარულია, რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ახლა საქართველოში იქნება უკვე შესაძლებლობა ამის შეძენა. ასე რომ გიორგი თუ შენ რამეს დაამატებ კიდევ მნიშვნელოვანს. ფაქტობრივად ეს არის ხელმეორედ დაბადება, ხო, დაახლოებით 100 წელი გავიდა და კახას ჩვენი დამსახურებით ბევრის ვინც დაინტერესებული იქნება, დავეხმაროთ რომ ის რაც თუ კი აქედან იყო გატანილი, დაბრუნდეს სწორ კონსტრუქციულ კალაპოტში ჩავაგდოთ. და ვინმეს რომ არ ეგონოს რაღაც კომერციული ინტერესი, ამასაც ვიტყვი, ჯერ ერთი ამ კლინიკას უფლება მისცეს, რომ ეს ცილინდრები ჩამოსულიყო და აქ გაყიდულიყო, როგორც ვთქვათ, კოფტუნი ყიდის თავის ინსტიტუტიდან და არანაირი კომერციული ინტერესი აქედან არის, მით უმეტეს მე საერთოდ ამ თემაში არ ვარ. უბრალოდ მინდა რომ ხალხს სწორად აუხსნა რა ხდება, ძალიან ბევრია საიტებზეც, ინტერნეტშიც გორის ცილინდრები იმის ძალიან ბევრი ვნახე, ზოგი კრისტალებს ყრის, ზოგი რას თუ უბრალოდ ფული გადასაყრელი გაქვთ და ექსპერიმენტებისთვის დრო აქვს ადამიანს და თავის ჯანმრთელობა არ ადარდებს, კი ბატონო, გააკეთოს რაც უნდა, მაგრამ აქ გიორგის აქვს დაახლოებით 5-ნაირი ცილინდრი და ჩემი თვალით მართლა რაც ვნახე, ერთადერთი, რომელმაც დააბალანსა უსაფრთხოა და გააკეთა თავის სახით. უსაფრთხო და რეალურად მუშაობს. დაურია და კიდევ ამბობ, ჩვენც გავაკეთეთ, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კობასთან ერთად ვერცხლის ვცადეთ, სხვადასხვა ვარიანტები აქაც გქონდა მოტანილი, გავსინჯეთ, მაგრამ არ გვაძლევს იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ. მე რა თქმა უნდა არ გავჩერდები, ვეცდები რომ საქართველოში დამზადდეს და მივიდეთ იმ კონდიციამდე, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე სწორი აი ეს არის და იმუშავა გზა გაიარა უკვე დაახლოებით თან ფიზიკოსია, მოდი ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია, ის კარგად ერკვევა თქო ფიზიკის კანონებში, მათ შორის ელემენტებში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს მაინც თბილისში დაიწყო იზოტოპების პირველი ცილინდრები თუ დამზადდა იზოტოპების ინსტიტუტში. ასე რომ ამას მაინც ქართული წარმომავლობა აქვს და აქ არის ყველაფერი შექმნილი, მოვიხმაროთ ის რაც ჩემი სურვილი ახტარ, ისთვისაც დავიწყე ეს, რომ რატო არ არის საქართველოში, რატო არ არის. არა მნიშვნელობა რა ფორმით საქართველოში უკვე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. ბატონებო, ქალბატონებო. რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს პოდკასტში და ასეთი საინტერესო ინფორმაცია გაგვიზიარეთ. მე ყველას რა თქმა უნდა ვიწევ კლინიკა ჰარმონიაში, ვინც დაინტერესდა ზოგადად კავკასიური იოგათი, ვისაც სურს კიდევ უფრო ღრმად მიიღოს ეს ინფორმაცია და სასარგებლოდ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გამოიყენოს ეს მთელი ცოდნა. მე გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ პოდკასტში ახალი თემებით, სხვა სტუმრებთან ერთად. ნახვამდის. Thank you.